თქვენ აქ ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდით, ხო? არა, მე ვმუშაობდი არასტაბილურ იზოტოპებში. ამჟამად ეს არის იზოტოპების დაყოფის ეროვნული ცენტრი თბილისში. 1976 წელი. მეგობარი მყავდა. ერთხელაც მოვიდა ჩემთან და ხელნაწერი რვეული მოიტანა. იქ ეწერა სიცოცხლისა და სიკვდილის საიდუმლოს შესახებ. იყო გადაწერილი რუსულ ენაზე, ორთოგრაფიული გარდატეხის პერიოდში, მე-20 საუკუნეში და ეს ხელნაწერი თბილისში იპოვეთ, ხო? დიახ, თბილისში, სადღაც საბურთალოზე. და 46 გვერდზე დავინახე ადამიანის ნახატი. პრიმიტიული ნახატი და ხელში ორი ჯოხი ეკავა. ეს იყო გამოცანა, რომელმაც მე დამაინტერესა და ვკითხულობ საოცარ რაღაცეებს, რომ ეს ობიექტი გამოიყენებოდა საკუთარი ენერგეტიკის ასამაღლებლად და პრაქტიკულად სრული რეცეპტი იყო დამზადების. ბუნებრივია, წამოიჭრა კითხვა. მოდით, ვცადოთ, გავაკეთოთ. და მე მივხვდი, რომ სამედიცინო მახასიათებლებს ფლობდა ეს საგანი. შემდეგ მოვხვდი სასწრაფო დახმარების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ჩვენთან ლენინგრადში, ბიოფიზიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ძალიან ფართო პროფილის ადამიანი. მან მომისმინა და მითხრა, იცით რა, მოდით ზღაპრებს მუმიამბობთ, ჯობი აქ დამძანდით და ეხლა შეგამოწმოთ. ნუ შემომახვიეს მავთულები, დავიჭირე ხელში ცილინდრები და სადღაც მე-6 წუთზე ბატონ მიხეილი მობრუნდა ჩემსკენ და მეუბნება, ბატონ ვლადიმერ, თქვენ თვითონ არ გესმით რა გიკავიათ ხელში.